ყვავილოვანი ანუ ფარულთესლოვანი მცენარეები გამოირჩევიან გამრავლების კომპლექსურობით. მათ ახასიათებთ ორმაგი განაყოფიერება, რაც გულისხმობს ორ განაყოფიერების პროცესს. ერთ-ერთი, როგორც სხვა მცენარეების შემთხვევაში, იწვევს ზიგოტის წარმოქმნას, ხოლო მეორე ენდოსპერმის ფორმირებას. მოდით თავდაპირველად განვიხილოთ ყვავილის ზოგადი სტრუქტურები, რომელიც მოიცავს გვირგვინის ფურცლებს და ჯამის ფოთოლს, რომლებიც იცავენ ყვავილის კვირტს. ისინი ხშირად სიფერადითა და სურნელით გამოირჩევიან, რაც ხელს უწყობს დამამტვერიანებელი ორგანიზმების მოზიდვას. შემდეგი სტრუქტურებია ღერო და ყვავილსაჯდომი. ისინი ყვავილს მცენარის დანარჩენ ნაწილთან აკავშირებენ. მოდით ახლა განვიხილოთ იმ სტრუქტურების ზოგადი აგებულება, რომლებიც კონკრეტულად მონაწილეობენ განაყოფიერებაში. დედრობითი სასქესო ორგანოები კოლექტიურად გინეციუმად იწოდება. გინეციუმი შედგება ერთი ან რამდენიმე ბუტკოსგან, ხოლო ყვავილს, რომელსაც ახლა ანიმაციაში ხედავთ, მხოლოდ ერთი ბუტკო აქვს. ბუტკო შედგება შემდეგი სამი ნაწილისგან: დინგისგან, ეს არის წებოვანი სტრუქტურა, რომელზეც ხდება მტვრის მარცვლის დაცემა, სვეტისგან, რომელიც წარმოადგენს მილისებურ სტრუქტურას, და ნასკვისგან, რომელიც შეიცავს თესლ კვირტებს, რომლებშიც ვითარდებიან და თავსდებიან დედრობითი გამეტები. განაყოფიერების შემდეგ თესლ კვირტიდან თესლი ვითარდება, ნასკვიდან კი ნაყოფი. თესლ კვირტები დაფარულია ორი დამცავი შრით, რომლებსაც ინტეგუმენტები ეწოდება, ხოლო ამ შრეების შიგნით განლაგებულია ქსოვილი, სახელად მეგასპორანგიუმი. ყოველ თესლ კვირტში გამოყოფენ ორ პოლუსს, ქალაზურ ბოლოს და მიკროპილარულ ბოლოს, რომელიც შეიცავს მიკროპილეს. ის წარმოადგენს მცირე ხვრელს თესლ კვირტის ერთ ბოლოში. მცენარეთა სქესობრივი გამრავლების პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია ჩანასახოვანი პარკის განვითარება, რომელიც მიმდინარეობს თესლ კვირტის შიგნით, კერძოდ მის ცენტრალურ ნაწილში, რომელსაც ნუცელუსი ეწოდება. პირველ ეტაპზე ნუცელუსში ვითარდება ერთი მეგასპოროციტი ან მეგასპორათა დედაუჯრედი. მეგასპოროციტი გადის მეიოზის პროცესს და წარმოქმნის 4 ჰაპლოიდურ მეგასპორს. ამ 4-დან ერთი შედარებით დიდი უჯრედი გადარჩება და ვითარდება მდედრობით გამეტოფიტად, ხოლო დანარჩენი 3 დეგენერირდება. ეს ერთი მეგასპორი შემდგომში 3 მიტოზურ გაყოფას გადის და წარმოქმნის 8 უჯრედს. ამ 8 უჯრედიდან 3 გადაადგილდება ჩანასახოვანი პარკის ქალაზურ ბოლოში და ვითარდებიან ანტიპოდურ უჯრედებად. 2 ბირთვი გადაადგილდება მიკროპილარულ ბოლოში და ვითარდებიან სინერგიდულ უჯრედებად. მესამე ბირთვი, რომელიც ასევე მიკროპილარულ ბოლოში გადაადგილდება, ყალიბდება კვერცხუჯრედად. დარჩენილი 2 ბირთვი რჩება ჩანასახოვანი პარკის ცენტრში, ისინი ერწყმიან ერთმანეთს და ყალიბდება დიპლოიდური ბირთვი. შესაბამისად, მომწიფებული ჩანასახოვანი პარკი შედგება 7 უჯრედისგან და 8 ბირთვისგან. მამრობითი სასქესო ორგანოები გარს ერტყმის მდედრობით სასქესო ორგანოებს და მას ანდროცეუმი ეწოდება. ანდროცეუმი შედგება მტვრიანებისაგან. მტვრიანა შედგება 2 ნაწილისაგან: ღეროს მსგავსი ნაწილისგან, რომელსაც ძაფი ეწოდება, და მის ბოლო ნაწილზე მოთავსებული სამტვრე პარკისგან, რომელიც შედგება მტვრის ტომსიკებისგან. სწორედ მასში წარმოიქმნება მამრობითი გამეტოფიტი, მტვრის მარცვლები. ყოველ მტვრის მარცვალში გვხვდება 2 უჯრედი: გენერაციული უჯრედი და ვეგეტატიური, იგივე მტვრის მილის უჯრედი. ახლა განვიხილოთ, როგორ მიმდინარეობს დამტვერვა. პირველ რიგში დამტვერვა არის პროცესი, რომლის დროსაც სამტვრე პარკში წარმოქმნილი მტვერი ერთი ყვავილიდან გადადის მეორე ყვავილის დინგზე. დამტვერვა შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა გზით: ქარის ან წყლის მეშვეობით, ასევე დამამტვერიანებელი ორგანიზმებით, როგორებიცაა მწერები,
ფრინველები ან სხვა ცხოველები. დამტვერვის შემდეგ იწყება განაყოფიერების პროცესი. მოდით განვიხილოთ, რა ხდება განაყოფიერებისას. მომწიფებული მტვრის მარცვალი, რომელიც შეიცავს ორ მამრობით სქესობრივ უჯრედს, ეცემა იმავე სახეობის ყვავილის დინგზე. დინგზე მოხვედრის შემდეგ მტვრის მარცვალში არსებულ ვეგეტატიურ იგივე მილაკოვან უჯრედს უვითარდება გამონაზრდი მტვრის მილი, რომელიც ბუტკოს სვეტის გავლით აღწევს ნასკვში მიკროპილეს მეშვეობით. მტვრის მილაკის ეს მიზნობრივი ზრდა მიკროპილისკენ მიმდინარეობს გარკვეულ ქიმიურ სიგნალებზე რეაგირებით, რომლებიც სეკრეტირდება მიკროპილისთან ახლოს მდებარე სინერგიდული უჯრედების მიერ. როდესაც მტვრის მილაკი მიაღწევს ჩანასახოვან პარკს, ერთი სინერგიდული უჯრედი იღუპება და სწორედ ამ უჯრედის ადგილს იყენებს მტვრის მილაკი ჩანასახოვან პარკში შესასვლელად. მტვრის მილის ზრდის პარალელურად გენერაციული უჯრედი მიტოზურად იყოფა და წარმოქმნის ორ სპერმის უჯრედს. ეს სპერმის უჯრედები მოძრაობენ მტვრის მილაკის გავლით და აღწევენ თესლ კვირტში და სწორედ აქ ხდება ორმაგი განაყოფიერება. ერთი ჰაპლოიდური სპერმია ერწყმის ჰაპლოიდურ კვერცხუჯრედს და შედეგად წარმოიქმნება დიპლოიდური ზიგოტა. მაგრამ ხდება მეორე განაყოფიერებაც. მეორე ჰაპლოიდური სპერმია ერწყმის ცენტრალურ დიპლოიდურ უჯრედს, რის შედეგადაც წარმოიქმნება ტრიპლოიდური ენდოსპერმი, რომელიც უზრუნველყოფს ზიგოტისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებების მარაგს. განაყოფიერების შემდეგ ჩანასახოვან პარკში არსებული სხვა უჯრედები დეგენერირდება. დიპლოიდური ზიგოტა კი იწყებს გაყოფას და გადადის ემბრიოგენეზის ეტაპებზე. ამასთან ერთად ტრიპლოიდურ ენდოსპერმი ემბრიონისათვის საკვების წყაროს წარმოადგენს. ზიგოტა და ენდოსპერმი ქმნიან თესლს. განაყოფიერების შემდეგ ნასკვის გარშემო მდებარე ქსოვილები იწყებენ ცვლილებას და წარმოქმნიან ნაყოფს, რომელიც გარს აკრავს თესლებს და ხელს უწყობს მათ გავრცელებას. ნაყოფი და თესლები ვრცელდებიან მრავალი გზით, მათ შორის ადამიანების დახმარებითაც. თუ თესლი მოხვდება შესაბამის გარემო პირობებში, ის დაიწყებს ზრდას და წარმოიქმნება ახალი მცენარე და ასე გაგრძელდება მცენარეების სქესობრივი გამრავლების ციკლი. გამოიწერეთ ჩვენი სოციალური პლატფორმები, რათა არ გამოტოვოთ მნიშვნელოვანი სიახლეები. მომავალ შეხვედრამდე.